დროისათვლა დაიწყო 7 საათი რჩება ტრამპის ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე. გუშინდელი მუქარის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რიტორიკა ირანის მისამართით კიდევ უფრო მკაცრდება. თუ 28 თებერვლის შემდეგ ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, დონალდ ტრამპი ამაღამ ირანისა და მთელი ცივილიზაციის განადგურებით იმუქრება. სახარო იერიშების სამიზნეება ცხადდება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდები, ასევე ენერგოობიექტები. მუქარის შემცველი განცხადებების პასუხად ირანის სტრატეგიულ ობიექტებთან სახელმწიფო დროშები მოქალაქეები იკრიბებიან და ცოცხალ ჯაჭვს კრავენ. ნავთობისა და გაზის ობიექტების განადგურებით და ენერგოკრიზისის კიდევ უფრო გამწვავებით იმუქრება თეირანიც, რომელიც რეგიონში ამერიკელ მოკავშირეებს უკვე პირდაპირ ეუბნება, რომ თავშეკავებას აღარ აპირებს. ამერიკის პრეზიდენტს საერთაშორისო სამართლის წესების დაცვისკენ უკვე მოუწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მუქარის პარალელურად ამერიკის პირველი პირი ისევ ახსენებს შესაძლო შეთანხმებას და შუამავლებთან მიმდინარე მოლაპარაკებას, რასაც ირანის ხელისუფლება ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ირანისათვის დაწესებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპი თეირანის მიმართ მუქარას ამძაფრებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ამერიკის ლიდერი ამბობს, რომ დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია დაიღუპება. ამასთან ერთად ტრამპი მაინც არ გამორიცხავს, რომ ირანთან შეთანხმება შედგეს. მთელი ცივილიზაცია დაიღუპება, ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება. თუმცა ახლა, როდესაც გვაქვს რეჟიმის სრული და ტოტალური ცვლილება, სადაც განსხვავებული, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება ჭარბობს, შესაძლოა რაღაც რევოლუციურად საოცარი მოხდეს. ვინ იცის? ამ დღეს საღამოს გავიგებთ, რაც მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. მანამდე ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და შესაძლოა ეს 7-8 აპრილის ღამეს მოხდეს. ამასთან ერთად ტრამპი ირანს ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურებითაც დაემუქრა. დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დარტყმები მიიტანა კუნძულ ხარგზე, სადაც ირანული ნავთობის ექსპორტისათვის მნიშვნელოვანი ტერმინალია განლაგებული. დაიბომბა ასევე თეირანის მეჰრაბადის აეროპორტიც. აფეთქებების ხმა გაისმა ირანის დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში. ირანზე იერიშებს აგრძელებს ისრაელიც. მათი სამიზნე დღეს იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. დღეს იერიში განხორციელდა ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ გამოყენებულ რკინიგზის ლიანდაგებსა და ხიდებზე. ისინი იყენებენ ამ გზებს იარაღის წარმოებისთვის საჭირო მასალების გადასატანად, ასევე თავად იარაღისა და იმ მებრძოლების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც თავს გვესხმიან ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რეგიონის ქვეყნებს, იგივე მებრძოლების, რომლებიც ასევე ჩაგრავენ ირანელ ხალხს. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს თეირანისაგან დათანხმდეს ვაშინგტონის მიერ წაყენებული პირობებით ომის დასრულებას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. თეირანი კი ამ დრომდე უარყოფს ვაშინგტონის მოთხოვნას და საპასუხოდ კონფლიქტის არეალის გაფართოებითაც იმუქრება. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში დღეს თქვეს, რომ თუ თეთრი სახლი წითელ ხაზებს გადაკვეთს, ომი რეგიონის ფარგლებს გასცდება. დღესვე ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტრამპის მუქარის ფონზე ირანის მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებთან იკრიბებიან, სადაც ცოცხალ ჯაჭვებს შეკრავენ. ირანის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ სამშობლოსათვის თავის გაწირვის მზადყოფნა 14 მილიონმა ირანელმა გამოთქვა. 14 მილიონზე მეტმა ამაყმა ირანელმა ამ მომენტამდე გამოაცხადა მზადყოფნა ირანის დასაცავად თავი გაწიროს. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები ირანისთვის თავგანწირული. ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის ხელისუფლებას ულტიმატუმები რამდენჯერმე წაუყენა. შემდეგ კი მათი ვადები გაახანგრძლივა. თავად ტრამპი ამბობს, რომ ეს თეირანის თხოვნით გააკეთა, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც დღეს ბუდაპეშტში იმყოფება, აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში სამხედრო ამოცანების დიდი ნაწილი უკვე შეასრულა და ირანს ახლა სულ 2 არჩევანი აქვს. ვფიქრობ, პირველი გზა არის, როდესაც ირანელები გადაწყვეტენ, რომ ნორმალური ქვეყანა იქნებიან. ისინი აღარ დააფინანსებენ ტერორიზმს, გახდებიან მსოფლიო სავაჭრო და გასვლითი სისტემის ნაწილი. და ეს მათთვის ბევრად უკეთეს ნიშნავს ეკონომიკურად. ეს ნიშნავს უკეთეს მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ეს ნიშნავს ბევრ კარგ რამეს მთელი პლანეტის მრავალი ადამიანისთვის. ეს არის ვარიანტი A. ვარიანტი B არის ის, რომ თუ ირანელები არ დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან და ერთგულნი დარჩებიან ტერორიზმის, მეზობლების მიმართ ტერორის, არა მხოლოდ ისრაელის, არამედ რა თქმა უნდა მათი არაბი მეზობლების მიმართაც. მაშინ ირანში ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ ძალიან ცუდი იქნება და გულწრფელად რომ ვთქვათ, ის ალბათ გაუარესდება.
სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან მე-6 კვირას ვითარება დიდწილად არ შეცვლილა. ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იერიშებს თეირანი ისრაელსა და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებით პასუხობს. დღეს ირანის მხრიდან იერიშების შესახებ განაცხადეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ბაჰრეინში. ირანის მეზობელ ქვეყნებში ამბობენ, რომ საჭიროა ომის მოლაპარაკებების გზით დასრულება. ასეთი განცხადება დღეს გააკეთეს კატარშიც, სადაც ამბობენ, რომ ომის არაკონტროლირებად ფაზაში გადასulis საფრთხე დღითი დღე მატულობს. 2023 წლიდან ვაფრთხილებდით, რომ უკონტროლოდ ესკალაცია ისეთ სიტუაციაში ჩაგვაგდებს, სადაც მისი კონტროლი შეუძლებელი იქნება და ჩვენ ამ ეტაპთან ძალიან ახლოს ვართ. სწორედ ამიტომ მოუწოდებთ ყველა მხარეს იპოვონ გამოსავალი ამ სიტუაციიდან, იპოვონ გზა ამ ომის დასასრულებლად, სანამ ის კონტროლიდან არ გამოვიდა. ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ამ დრომდე შეფერხებული რჩება ნაოსნობა ჰორმუზის სრუტეში. ამერიკის პრეზიდენტის უკანასკნელი მუქარების ფონზე კი ნავთობის ფასი კვლავ იზრდება. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბაზარზე $116 მიაღწია, ხოლო 13 წლის განმავლობაში რეკორდულ ფასად იყიდება რუსული შავი ოქროც. საერთაშორისო სავალუტო ფონდში ამბობენ, რომ ომის სწრაფად დასრულების შემთხვევაშიც კი გლობალური მასშტაბით ფასების მატება და ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება გარდაუვალია. ეს ომი რომ არ გვქონოდა, ჩვენ ეკონომიკის ზრდის პროგნოზების მცირე გაუმჯობესებას ვიხილავდით. ამის ნაცვლად ახლა ყველა გზას ფასების მატებისკენ და ეკონომიკის ზრდის შენელებამდე მივყავართ. ჩვენ სამ მაგ სურათს ვხედავთ. განსხვავება რომ ვნახოთ, მაგალითად პანდემიის დროს ნავთობის მიწოდება 12%-ით შემცირდა. ეს იყო როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკიც. მაგრამ ახლა სახეზეა ნავთობის მიწოდების შემცირება 13%-ით. ამგვარად ჩვენ ვხედავთ ნავთობის გაზის გავლენას და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებს, სასუქებიდან ჰელიუმამდე. შედეგები გლობალურია. ამას მთელი პლანეტა გრძნობს. სოფლიოში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით რეზოლუციის მიღება იგეგმებოდა დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში. ბაჰრეინის მიერ ინიცირებული დოკუმენტი თავდაპირველად ითვალისწინებდა სრუტის გასახსნელად ყველა საჭირო ზომის მიღებას, რაც არ გამორიცხავდა სამხედრო საშუალებებსაც. თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, დოკუმენტის მიღება რუსეთისა და ჩინეთის ვეტოს გამო ვერ მოხერხდა.